ძალიან საინტერესო კურსი გავიარე, იელის უნივერსიტეტის კურსი იყო და პირველი რაც დაგვისვეს შეკითხვა, მოკლედ ონლაინ ხდებოდა ეს ყველაფერი მონაწილეებს, იყო შემდეგნაირი, რომ რა გგონიათ, რომ გაგაბედნიერებთ. და იქ ხელი აიწია ზოგმა თქვა რომ რაღაც აი ახალი სახლი მინდა რომ ვიყიდო და ეს მგონია რომ მაშინ გავბედნიერდები უნივერსიტეტში ვსწავლობდა რომ დავასრულებ ამ სწავლას მე დავისვენებ და ვიქნები ბედნიერი ვიღაც ამბობდა რომ კონკრეტული მოდელის მანქანა მომწონს და იმას რომ ვიყიდი მაშინ ვიქნები ბედნიერი ეს ზუსტად ეს არის ბედნიერების არასწორი აღქმა რაც გულისხმობს შემდეგ რაღაცას თავისთავად სახლი და მანქანა ცუდი არ არის და არც უნივერსიტეტის დამთავრება მაგრამ ჩვენ ადამიანებს გვაქვს ესეთი მიდრეკილება, რომ ბედნიერება გადავდოთ მომავალში. ანუ მიგვეჩნია, რომ როცა ხელფასი მექნება პირობითად X თანხა მაშინ ვიქნები ბედნიერი, როდესაც ბინას ვიყიდი მაშინ ვიქნები ბედნიერი და ასე შემდეგ. ანუ ველოდებით რაღაცა კონკრეტულ მოცემულობას, რომ მივიდეთ იქამდე, გავხდეთ ბედნიერები. თუმცა იქ მისულები აღმოვაჩენთ, რომ არ ვართ ბედნიერები და კიდევ უფრო მეტი რამ გვინდა იმისთვის, რომ გავხდეთ ბედნიერები. საიდან მოდის ახლა ეს ყველაფერი? მოკლედ, ადრე ადამიანები, რომელსაც არ ქონდათ არც ტელევიზია და არც რადიო და არც სოციალური ქსელები, რაღაცნაირად იცნობდნენ თავის უბანში მხოლოდ ხალხს, ერთი უბნის წარმომადგენლები იყვნენ და შედარებითობაც ხდებოდა ამ უბნის ადამიანებთან. ანუ რა იყო კულტურა, რა იყო მიღებული ტრადიცია და ასე შემდეგ. მას მერე რაც გაჩნდა რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი, მასობრივი მედიის სხვადასხვა საშუალებები, ბევრად უფრო გაიზარდა მასშტაბი, ვისაც ჩვენ უნდა შევედაროთ. ანუ შედარებითობის მასშტაბი გაიზარდა და სწორედაც ამიტომ ადამიანმა დაკარგა გაბედნიერების აღქმა. რა, ბედნიერებს უკვე წარმოუდგენელია, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტულს რომ მიაღწია, ნახა სოციალურ ქსელში მეორე ადამიანი, რომელმაც 10-ჯერ უფრო მეც მიაღწია და ეს თვითკმაყოფილება უკვე აღარ აქვს. ანუ აზმყოში რაღაცა მოცემულობა რის გამო შეიძლება რომ ეს იყოს მადლიერი და ბედნიერი, ამის დაფასება აღარ აქვს და იხედება კიდევ უფრო შორს და ამბობს რომ აი იქ რომ მივალ, მოკლედ მაშინ ვიქნები ბედნიერი. იმ წერტილში მისული აღმოაჩენს რომ ეს აღარ არის საკმარისად უფრო მეტი მინდა, ანუ მუდმივი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გვაქვს. ბედნიერების შეგრძნება კიდე რასთან არის ესე იგი დაკავშირებული, რომ იმ სიხარულთან რაც მინდოდა ის მივიღე. რუზველტს აქვს ესეთი ფრაზა, რომელიც მე ძალიან მომწონს, ქართულად შეიძლება ესე კარგად არ ჟღერდეს, მაგრამ შედარებითობაო ქურდია სიხარულის, ანუ comparison is a thief of joy. ზუსტად ეგ არის, რომ გამეხარდეს, მოკლედ უნდა ვუყურებდე ჩემსას და კმაყოფილი და მადლიერი უნდა ვიყო ჩემი და არა ყავს ვადარებდე, მოკლედ მე რაც მაქვს ის მოცემულობა როგორ არის სხვებთან. გვეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ მომავალში გადადება, რომ მერე ვიქნები ბედნიერი, არის არასწორი წარმოდგენა ბედნიერების შესახებ. დღეს რა გაქვს იმისთვის, რომ იყო მადლიერი და იყო ბედნიერი, ზუსტად ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. შედარებითობა კლავს მოკლედ ბედნიერების შეგრძნებას. არასწორი წარმოდგენები ბედნიერების შესახებ არის მატერიალური განსაზღვრება კონკრეტული ცნებისა. მე მაგალითად ვიტყოდი ესეთ რაღაცას, ვთხოვდი ჩვენს მაყურებელს, რომ აიღო ფურცელი და კალამი და დაეხატა წრე. ეს წრე გაყოს 8 ნაწილად. ამ თითოეულ ნაწილში ჩაწეროს მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. მაგალითად ურთიერთობები, მეგობრები, ჯანმრთელობა, ფინანსები, კარიერა და ასე შემდეგ. 8 ნაწილად დაყოს ეს სურათი და 8-ში სხვადასხვა ასპექტი გადაანაწილოს და დასვას წერტილები სად არის, ეხლა როგორ შეაფასებს ამ კონკრეტულ ასპექტს თავის ცხოვრებისას, ხო? და ნახავს უმეტესობა ჩვენი მსმენელისა, რომ არ არის თანაბარი ეს ყველაფერი და მოძრაობაც გაუჭირდება, მოკლედ, ანუ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გაუჭირდება ასეთი განაწილებული წერტილებით და ასპექტებით. ზუსტად ეგ არის, რომ ნებისმიერი ნივთი, ნებისმიერი მატერიალური რაღაცა არის ერთ-ერთი ასპექტი იმ ჩვენი მთელი ცხოვრებისა და დანარჩენი, როგორც არის ურთიერთობები, სიყვარული, მეგობრობა, ჯანმრთელობა, ემოციური სტაბილურობა, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მატერიალური შესაძლებლობები, თუმცა დღეს 21 საუკუნეში რატომღაც ეს უფრო წინ არის წამოწეული და მიგვაჩნია, რომ კონკრეტული მოდელის ტელეფონი ჩაანაცვლებს აქეთ ძალიან მნიშვნელოვანს, ხო? რაც არის აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენა ადამიანის ბედნიერებაზე. ადამიანის ბედნიერება არ განისაზღვრება მატერიალურით, ცალსახად მნიშვნელოვანი არ უარყოფ მე ამას, რომ მატერიალური კომპონენტი მნიშვნელოვანია, თუნდაც ის როგორ სახლში ცხოვრობს და თუნდაც ის როგორი ტელეფონი გაქვს, თუმცა ამით ადამიანი ბედნიერი ვერ გახდება. ადამიანის ბედნიერებისთვის სჭირდება კიდევ 7 ასპექტი, რომ იყოს ემოციურ კეთილდღეობაში. შეკითხვა დაუსვით საკუთარ თავს, როცა მიზანს მიაღწევთ,
მიხვალთ იმ კონკრეტულ პოზიციაზე. შეკითხვა დავუსვით საკუთარ თავს ვარ თუ არა ახლა მე ბედნიერი. და არსებობს ესეთი ჰედონისტური მიდგომა ამბობს ესეთ რაღაცას, აი ესეთ ემოციურ კეთილდღეობაში და მენტალურ ჯანმრთელობაში. გვეუბნებიან ჰედონისტები, რომ ადამიანისთვის ნებისმიერი სიხარული, ნებისმიერი მწუხარება ხდება დროთა განმავლობაში ჩვეული რაღაც. ანუ რაღაც რაც ძალიან მინდოდა, ძალიან გამაბედნიერა, მაგალითად კონკრეტულმა ტელეფონმა იმ მომენტში ძალიან გამაბედნიერა, რამდენიმე დღის მერე თქვენ აღმოაჩენთ, რომ ისეთი სიხარული შეგრძნება აღარ გაქვთ ამ ტელეფონის მიმართ, ჩვეულებრივი მოვლენა ხდება ეს ტელეფონი თქვენთვის. იმ მომენტში, როდესაც ძალიან გინდათ რაღაცა კონკრეტულად მატერიალური, ხო? როცა მიხვალთ, დაუსვით საკუთარ თავს, არის თუ არა ეს ის, რაც საბოლოო ჯამში მინდა და გამხდის მთელი ცხოვრების განმავლობაში ბედნიერს და პასუხი იქნება შემდეგნი, რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ვიქნები გახარებული ბედნიერი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ის, რომ მე ვიყო ჯანმრთელი, ვიყო მეგობრებთან ერთად, ვიყო ჩემს ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ.